თავისუფალმა მედია სივრცემ სოფელ ზოჩი პროექტის სივრცე ახალგაზრდებისთვის პრეზენტაცია მოაწყო. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოჩი თავისუფალი მედია სივრცის პროექტის სივრცე ახალგაზრდებისთვის განხორციელება დაიწყო. საჯარო სკოლაში შეკრებილმა ახალგაზრდებმა პროექტის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს. ზოტელმა ახალგაზრდებმა პროექტში მონაწილეობისთვის მზაობა გამოხატეს. საწყის ეტაპზე ისინი სოციალურ ქსელში გვერდს შექმნიან, სადაც სოფელ ზოტის შესახებ იქნება ინფორმაცია მოცემული. პროექტის მონაწილეები მოამზადებენ ვიდეო და ფოტორეპორტაჟებს თავიანთი სოფლის სიახლეების, ასევე იმ პრობლემების შესახებ, რაც იქ მცხოვრებ მოსახლეობას აწუხებს. მომეწონა ეს იდეა, ძალიან მომეწონა, რომ შეიძლება იყოს გვერდი, რომელიც შესახებად შემეძლება ნებისმიერი სიახლის სხვაზე ამ ყველაფრის გავრცელება და ის რომ ვანახო რაღაცა ის ღირსშესანიშნაობა, რაც აქ არის სხვას. რომ მეც აქტიურად ჩავერთვები ამ საქმეში, მივიღებ მონაწილეობას და შეძლების დაგვარად გავაკეთებ მაქსიმუმს. სოფელს ეს მხოლოდ დადებიც მოუტანს, იმიტომ რომ ის რაც საინტერესოა, ვაჩვენებთ ამ ყველაფერს სხვას და სხვასაც რა თქმა უნდა ამის შესაძლებლობის მიხედვით გაუჩნდება ინტერესი სოფლის მიმართ. მე ძალიან მომეწონა ეს შეხვედრა, განსაკუთრებით ჩემთვის იყო მნიშვნელოვანი, რადგან ვარ მე 12 კლასში და პროფესიად მაქვს არჩეული ჟურნალისტიკა. ვფიქრობ, რომ სოფლის მოსახლეობასაც ძალიან დაეხმარება ყველაფერში, განსაკუთრებით ახალგაზრდობას, რადგან ნამდვილად გვჭირდება, ბევრი რამ გვჭირდება სოფელში და ამ ყველაფრის შესახებ თუ ხალხი გაიგებს, უკეთესი იქნება. სკოლის მოსწავლეების 90% ყველა უნივერსიტეტში აბარებს. ჯერ არ ყოფილა ისეთი 12 კლასი რომ უნივერსიტეტში 90%-ს არ ჩაებარებია. როგორც სოფელში მცხოვრები ახალგაზრდები ყვებიან, ზოჩი მათთვის არახელსაყრელი პირობებია. სოფელში არ არის კლუბი, ბიბლიოთეკა, სპორტდარბაზი, არ არის სივრცე, სადაც მათ შეეძლებათ თავიანთი ინტერესების გამოხატვა. სოფელს არ აქვს ესეთი პირობები, რომ დღევანდელი ახალგაზრდობა ყველა ვინც არის დაასაქმოს. გართობას რაც შეეხება სოფელში ძველად იყო ფრენბურთის მოედანი ქონდა, ფეხბურთისაც იყო, მაგრამ დროთა განმავლობაში დაზიანდა და რესტავრაციას მოითხოვს. პლუს ამას გზაც არ გვაქვს ან ისეთი, რომ აი უცბად ჩავიდეს ახალგაზრდა ქვემოთ ქალაქში, ამოვიდეს სადმე ივარჯიშოს მაგალითად ყოველდღე მისვლა-მოსვლისთვის, ძალიან ცუდი გზები არის. კულტურის სახლში ქონდა ბიბლიოთეკა, აი მე გაუქმდა ბიბლიოთეკა. თავისუფალი დრო სოფელ ზოჩი ესეთია ძირითადად. თუ ვინმეს თუ რამე საქმე არ აქვს, ანუ სახლში გასაკეთებელი არის ძირითადად ცენტრში. ტელეფონი, კომპიუტერი, ინტერნეტი და ხანდახან უმეტესად თამაშობ ფრენბურთი, ფეხბურთი. პროექტის სივრცე ახალგაზრდებისთვის საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ არის დაფინანსებული.